დღეს ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, რუჯზე, უსაფრთხო რუჯის მიღებაზე და ჩემთან სტუმრად არის არაჩვეულებრივი უმშვენიერესი თამო, ბრენდ თამოსკინის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე. უკვე მეორეჯერ არის ჩემთან სტუმრად და აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქცია მოიტანა, რაზეც ახლა თვითონ მოგვიყვება. როგორ ხარ თამო, ჩემო ლამაზო? ძალიან უყვარს თქვენთან სტუმრობა. მივესალმებით თქვენს მსმენელებს. დიდი სიყვარულით. მადლობა, რომ მომიწვიეთ და მინდა რომ გაგაცნოთ თან ახლა ეს პერიოდია, როცა უყვარს რუჯი და მთავარი არის კანის მოვლა. ეს არის ჩვენი თამოსკინის ახალი პროდუქტი, ტანის კიტი და შექმნილი არის იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან ლამაზი, განსხვავებული რუჯიდებს. კი ბატონო, ორივე ერთად არის მოთავსებული, იმიტომ რომ გარუჯვის შემდეგ აუცილებელია, რომ ჩვენი კანი დატენიანდეს, დამშვიდდეს, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც რუჯის შემდეგ ღიზიანდება კანი. შესაბამისად, პირველი ეტაპი არის, გაჩვენებთ. ნუ ასე არის პროდუქტი, ასეთებს. პირველი ეტაპი არის გარუჯვა, რომელიც სოლარიუმში შეუძლია მომხმარებელმა გამოიყენოს. რა კარგია, მე რა თქმა უნდა არ ვიძახი რომ კარგია სოლარიუმი. ხო რა ვიცი, მე კი ვსტუმრო ხშირად და რა ვიცი. უბრალოდ შეუძლია გამოიყენოთ. აქვს ინგრედიენტები, რომელიც იდეალურ რუჯს იძლევა, უსაფრთხოდ და მეორე ეტაპი არის, როდესაც შხაპს მივიღებთ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მარტო რუჯის შემდეგ უნდა წავისვათ. ჩვეულებრივად შხაპის შემდეგ რუტინაში შეუძლიათ დილა-საღამო ტანის მოვლის ხაზად გამოიყენონ და ჩასვან ტანის ლოსიონი. იმით არის და ვამაყობ ჩემი ლოსიონით, რომ ყველა ინგრედიენტი, როგორც არის შის კარაქი, ალოევერა, ნიაცინამიდი, პანთენოლი, ეს ყველა ინგრედიენტები კიდევ უამრავი არის იმისთვის, რომ ჩვენი კანი დამშვიდდეს, დატენიანდეს და განსაკუთრებით რუჯის შემდეგ არის შევინარჩუნოთ რუჯი, რა თქმა უნდა. სტაფილოს ექსტრაქტია, რის გამოთაც რუჯი შენარჩუნდება ჯანსაღი. ანუ კანი ვთქვათ არც აიქერცლება და დამშვიდდება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანმაც ახლა 45 საათი არ უნდა იწვეს მზეზე, ესეც დამოკიდებულია, ხო, როგორ გამოიყენებს და რამდენი ხანი იწვება მზეზე, მაგრამ თავარი არის რომ სწორად გამოიყენოთ და სწორი დრო იყოს, გარუჯვის დროც არ იყოს გადამეტებული და არ გავაღიზიანოთ კანი. უსაფრთხო რუჯი. რა თქმა უნდა. ეხლა ეს ზეთზე მინდა გითხო, ეს არის გარუჯვას აძლიერებს, ანუ ესეთ შოკოლადის რუჯს ალბათ და იცით რა, ესეც ავუხსნათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ პირდაპირ ამით ნუ დაიწყებენ გარუჯვას, წაისვან ჯერ ესეთი მაღალი SPF-ის დამცავი და მერე გადაისვან ეს. სახეზე აუცილებლად უნდა წაისვან, სახეზე ყოველთვის ვიძახი რომ 50%-იანი ზეთი უნდა კრემი უნდა წაისვან ჩვენი თამოსკინის, რომელიც სასწაულად იცავს. ამას აქვს ჩვენ გასარუჯეს აქვს 15%-იანი SPF-ი, რის გამოთაც აქვს, კი რა თქმა უნდა, რის გამოთაც იცავს იმ დონემდე რაც ჭირდება და არ წოვს. ნუ რა თქმა უნდა, კიდევ განმეორდები რომ დოზა არსებობს გარუჯვის, როგორც სოლარიუმში, ვინც შედიხართ, რომ რაღაც ეტაპები აქვს თავისი და არ უნდა იყოს გადამეტებული, რომ მე სწორად და კარგად და ხარისხენად მივიღოთ რუჯი, მაგრამ აუცილებლად სახეზეც გამოიყენა, მაგრამ მე ამას ვიძახი ყოველთვის, რომ სახეზე აუცილებლად უნდა მზისგან დამცავი წავისვათ ყველაზე მაღალი პროცენტულობის, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა შეიძლება მოხდეს, დავიწვათ, პიგმენტური ლაქები გაჩნდეს, ხაზები გაგვიჩნდეს, დაგვიბერდეს კანი და ნუ ტანის მოვლის ხაზი ძალიან კარგი იქნება თუ ჩასვავთ, ვისაც კარგი ხარისხიანი და ისეთი რუჯი გიყვართ, რომ თან დაცული იყოთ და თან ლამაზი ფერი მიიღოთ. და ტანის ლოსიონს რაც შეეხება, ესე იგი, როგორც გარუჯვის შემდეგ ხმარო, ჩვეულებრივად რუტინაში დილა-საღამოში, იმიტომ რომ სასწაული დატენიანება აქვს ბარხატივით ხდის კანს და პლუს არ აქვს პარფიუმი. ჩვენ არც ერთ პროდუქტს, თამოსკინის თუ თამოკოსმეტიკსის არ აქვს პარფიუმი და ყველა სურნელი რამე თუ აქვს ოდნავ პროდუქტს არის ინგრედიენტების და ძალიან კარგად ახმათ ატენიანებს და პლუს ცხიმიანობას არ ტოვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც რუტინა ჩავიტარებთ, შხაპს მივიღებთ, როდესაც კრემს წავისმევთ, არ გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ტანსაცმელს ვერ ჩავიცმევთ, რაღაც დაგვეწებება ხელები, კი, ესა და ძალიან კარგად შეიწოვება და ძალიან კარგი დატენიანება აქვს. ამიტომ მე მინდოდა ისეთი ლოსიონი ყოფილიყო ჩვენი ბრენდის, რომ არა მარტო, რა თქმა უნდა, გარუჯვის შემდეგ ეს იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, იმიტომ რომ მაინც გაღიზიანებულია კანი და რომ დაამშვიდოს, მაგრამ მომხმარებელმა გამოიყენოს უკვე ჩვეულებრივად რუტინაში. ეს იყო პრიორიტეტი და მიხარია რომ უკვე ჯერ რამდენი დღე 10 დღეა ჩაუშვა გაყიდვაში დაახლოებით და უკვე ძალიან ბევრი ბედიერი მომხმარებელი იყოს. ეს არის ჩემი როგორც ბრენდის წარმომადგენელი ყველაზე
კარგი ემოციები, როცა მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად ჩემს ბრენდზე რაღაც მე ვაცნობ საზოგადოებას, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ მიზანი და ქებადიდება არ არის ჩემი საქმე, ჩემი ბრენდის მთავარი არის მომხმარებელმა რომელიც მომხმარებლის ქება არის რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე კარგი რეკლამაც. მარკეტინგი, თორსა მომხმარებელი არის კმაყოფილი. ანუ თამო ეს კიდევ ერთ შეკითხვას დაგისმებ, ესე იგი ეს ზეთი მშრალია და არ დატოვებს ესე ჩვენი ზეთი არის არ არის როგორ ვთქვი, ისეთი ზეთი, რომელიც ადვილად შეიწოვება, მშრალზეც დავარქმევ, დიახ, იმიტომ როგორც კი წაისმევ, ის არ გვაქვს რო აი რაღაცა დაგვეწებოს, ადვილად შეიწოვება, კი მშრალზეთად შემიძლია მოვიხსენიო. შეგვიძლია მოვიხსენიოთ მშრალზეთად, ხო, იმიტომ რომ ზეთი ახლა რუჯის დროსაც ცოტა კი, ადვილად შეიწოვება, რაც მნიშვნელოვანი არის, ყველა პროდუქტი არის ჩემთვის მაგალითად, როდესაც ამ ბრენდზე, ამ პროდუქტზე 2 წელია მუშაობ. რეალურად შარშა უნდა ჩამოშვა გაყიდვაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ აი ეს კონტეინერი, რასაც თქვენ უყურებთ, ამის დამზადებას მოუნდა 70 დღე და როდესაც შარშანი ძლივს ავარჩიე და შევქმნით, ანუ ყველა კონტეინერი რამე თუ არსებობს ეს 5 იქნება. უნდა ამ კონტეინერების არის რაღაცა კონტეინერი, რომელიც მაგალითად ჩემთვის იქმნება, არ არის ეს გამზადებული არდევს სადღაც, იქ ჩვენ ხაზავთ, ან გვიგზავნის ჩვენი მენეჯერი, ქარხნის მენეჯერი და ვარჩევთ, ანუ ეს ეტაპები არის, ახლა რაც მომხმარებელმა არ იცის, ხო? და ყველა ჩვენი კონტეინერი იქნება, 5 იქნება თუ რაღაც ჩვენთვის იქნება თამოსკინისთვის, თამო კოსმეტიქსისთვის. მე ვარჩევ თავის არ ვიცი აი ამ დეტალს როგორ უნდა ჩამოისხას, როგორი მაგალითად რუტინაში და შრატში როგორი თავი უნდა კონდეს, როგორი შუშის სისქე უნდა კონდეს, ხო? ყველაფერი იქნება ჩვენთვის, ანუ კომფორტულად მომხმარებლისთვის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი ხაზი მინდა იყოს ჩემი ხაზი და არ მინდა რომ ვინმეს ხაზს გავდეს, ხო? მე მირჩევნია რომ ეს ცოტა დიდი ხანი გაგრძელდეს და კარგი იყოს და ჩემი იყოს, იმიტომ რომ მე მიყვარს საქართველო. ყველგან მაგას ვახსენებ, აი ქართველი რო ვამაყი ვარ, მაგრამ მე მინდა რა თქმა უნდა რომ სხვა ქვეყნებშიც ვიყო, ეხლა როგორც ხა მილანში გაიხსნება, როგორც იქ და გაიხსნება მოურჩი რემონტს. შესაბამისად, მინდა რომ რას ამბობ, ეგეც დაგვიანონსე, როდის იხსნება? შენი მაღაზია, ხო? კი, ჩემი მაღაზია ცენტრში, მილანში. უკვე იქ მორჩა რემონტს. ეხლა აქ მე გავამზადე ავეჯი, როგორც რეცეპშენი, კარადები და უკვე ვაგზავნით იტალიაში მანქანით. აი, რა კარგია. კი, და აი ეს ეტაპი ცოტათი დიდხანს მოუნდით, იმიტომ რომ იქ დამზადება ძალიან დიდი ფინანსები მისჭირდებოდა და უბრალოდ არ გადავიხდიდი ამ ფინანსებს და ცოტა დროში მერჩივნა რომ ესეთი გაწელილიყო და სამაგიეროდ კარგ შედეგს მივიღებთ ღმერთის წყალობით. აი მე ძალიან მიხარია რომ შენი მაღაზია გაიხსნება ესეთ პირველი რაღაც ქალაქში ძალიან მიხარია. მადლობა. და ეხა ეს ვუთხრათ კიდე ჩვენს ფენელს და მაყურებელს აი ამ არაჩვეულებრივი ორი პროდუქტის შეძენა სად შეუძლიათ? ესე იგი, ჩვენ გვაქვს 10 სტენდი საქართველოში, ყველა რეგიონში. აი მე ბოდიშკილდით. ასევე თამოსკინის Instagram, Facebook და ვებსაიტზე და ნუ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვაგზავნით, სადაც მიდის პოსტა. სადაც შეიძლება რომ გავაგზავნოთ, რა თქმა არის რაღაცა ქვეყნები, სადაც მაგალითად ვერ ვაგზავნით და ვუხსნით ხომ მოხმარებელს და რო ვიცახი ხომ რომ ყველგან ვაგზავნით, მე რაღაც მაინც მეკითხა, აი აქ რო ვერ ვაგზავნით, არის რაღაც ქვეყნები, სადაც ფიზიკურად ვერ იგზავნება, თორე ჩვენგან დიდი სიამოვნებით გავაგზავნით, არ გვაქვს პრობლემა. ანუ ეს ორი არაჩვეულებრივი პროდუქტი მილანშიც გაიყიდება. აუცილებლად. უბრალოდ როდესაც მილანში გავხსნით, უგამისი პერიოდი არ იქნება, ლოსიონის პერიოდი იქნება. ასე რომ კი შეძლებენ შეძენას. და მიხარია რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს უცხოეთში. ბედნიერი ვარ მართლა, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდე, რომელ ქვეყანაში არ უნდა წავიდე, უბრალოდ სტუმრათაც რო ვიყო და მიხარია ის რომ მოდიან ასე და მესალმებიან და ვგრძნობ რაღაცნაირად ბედნიერი ვარ და არ ვიცი, ემიგრანტებო მოგესალმებით, ვიცი რომ ძალიან ბევრი უყურებთ საქართველოში ტელევიზიებს, რადიოებს დიდი სიყვარულით გისურვებთ მალე დაბრუნებას თქვენ ქვეყანაში, ბედნიერ ცხოვრებას, ბედნიერ მომავალს და ძალიან მიყვარხართ და უდიდესი სიყვარულით ჩემგან. ძალიან კარგი გოგო ხარ თამო და ძალიან დიდი მადლობა. გისურვებ და დარწმუნებული ვარ მილანში შენი პროდუქცია ძალიან გაყიდვადი იქნება და ისეთივე წარმატებული როგორც საქართველოში. ყველაფერს დრო უნდა, მე გეტყვით რეალობას, მე აქ საქართველოში ვარ ცნობადი ადამიანი, რა თქმა უნდა. და ეს თავიდან დამეხმარა რეალობას ვისაუბროთ, იმაში რომ გამეცნო ჩემი საზოგადოებისთვის ჩემი პროდუქცია. მილანში მე არავინ არ მიცნობს ის შინაურები, ვისაც მე იტალიელებს ვიცნობ. რა თქმა უნდა, მე დიდი შრომა დამჭირდება ამაში, რომ ჩემი ბრენდი გავაცნო იტალიას და ეტაპობრივად
სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა შევშინდე, უკან დავიხიო. უდიდე მე მიყვარს მუშაობა, მე მიყვარს ჩემი ბრენდი, გიჟდები. შესაბამისად მოვა ის, როცა გავხდები იქაც ცნობადი და გაიცნობენ ჩემ ბრენდს. ძალიან მალე მოვა ეგრე და მე კიდევ მოხვალ შენ ჩვენთან სტუმრად და მოყვები უკვე მილანურ ამბებს. მე მილანში დაგპატიჟებ დიდი სიყვარული. აუცილებლად გახსნაზე უნდა დაგპატიჟო. დიდი სიამოვნებით. მაღაზიის გახსნაზე. პირობა ჩამოგართვით. კარგით. ხა გაიგეთ ბავშვებო. უღრმესი მადლობა. მადლობა მიყვარხარ ძალიან. ძალიან გვიყვარხარ ჩვენ. მადლობა, პატივია თქვენთან სტუმრობა. დღეისათვის სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე.